როგორ ამოვიცნოთ ენერგეტიკული ვამპირი. ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ გაქვთ განცდა თითქოს სრულად დაიცალეთ ენერგიისგან და გამოწურული ლიმონივით ხართ. თითქოს ეს ადამიანი ძალიან ადეკვატურიც იყო, ნორმალურადაც ისაუბრეთ, მაგრამ მათ რეალურად არ შეუძლიათ ენერგიის თავად გენერირება, მიზნებით, გრძნობებით, საინტერესო საკუთარი ცხოვრებით. ამიტომ მათ უწევთ სხვის სიწყაროს გამოყენება. როგორ ამოვიცნოთ ასეთი ადამიანი? პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ისინი მუდმივად წუწუნებენ ცხოვრებაზე, ბედზე, უფროსზე, მეგობარზე და ასე შემდეგ. ცხოვრობენ მთლიანად წუწუნის ველში. შემდეგ, თავს მოხვევა. აი, მათ შეუძლიათ პირდაპირ ხელი შაგავლონ, ოღონდ მიიქციონ თქვენი ყურადღება. მათ ახასიათებთ ტოტალური კონტროლი. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ სად ხართ, ვისთან ხართ, რა გეგმები გაქვთ და ასე შემდეგ. მარტივად წყინთ. სუბუქი კრიტიკაც კი იწვევს მათში ძლიერ ემოციებს. მათი მიზანია თქვენში დანაშაულის განცდის გამოწვევა. რა ერთიანებთ აი ამ გამოვლინებებს? ისინი ქმნიან ერთგვარ ემოციურ კაოჭებს. გაპროვოცირებენ რეაქციებზე, რომ მიუერთდნენ თქვენს ენერგიას. თავარია დროულად ამოიცნოთ ეს პროვოკაცია და არ შეხვიდეთ თამაში. რაც ნაკლები გამოხმაურება ექნება თქვენგან, მით მალე შეწყდება მსგავსი კონტაქტი. თქვენ თუ შეხვედრი ხართ ენერგოვამპირებს, გამიზიარეთ ამის შესახებ.